დღეს ჩვენ ნახეთ როგორ მოქმედებს სახელმწიფო იმ ადამიანების წინააღმდეგ და მიმართ, ვინც აპროტესტებს ამ ყველაფერს მთელი ამ დღეების განმავლობაში და სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს აქციის მონაწილეების, პოლიტიკური პარტიების ოფისებში, მათ შორის არის ლიდერების დაკავება. Როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესს და დღეს კიდევ ერთხელ აქ გამოსვლით რისი თქმა გსურთ? დღეს აშკარა არის, რომ მთელი სახელმწიფო ჩვენი სტრუქტურა არის უზურპირებული რუსული სპეცსამსახურების მიერ და ამ პროცესს წარმართავს სწორედ რუსეთი. შესაბამისად, მათი მიზანი არის 1921 წლის მერე, რაც მოგვიწყეს, 1937 წლის მოწყობა, ანუ წითელი ტერორი, რომელიც ახლა დაიწყეს და ძალიან აქტიურად ამას გააგრძელებენ. ამის მიზანი არის პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოს მიტაცება კონსტიტუციური წესრიგიდან მთლიანად გასული არიან, გაუქმებულია ადამიანის უფლებების მთელი ნაწილი კონსტიტუციის, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის გადასული და ეხლა უკვე სამართალდამრღვე სტრუქტურებად არის ქცეული. ძალიან სახიფათო მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი ღიად უჭერს მხარს ამ მთელ პროცესს, ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პროტესტი არ იყოს მხოლოდ საღამოს საათებში, ეს უნდა იყოს მუდმივი მთელი დღის განმავლობაში, დილიდან დაიწყოს და აუცილებელია გაფიცვა ტოტალური ქვეყნის მასშტაბით, იმისთვის რომ ჩვენ შევაჩეროთ ეს ოკუპაცია, რადგანაც ძალიან პირდაპირ ვეთქვი ჩვენს მაყურებელს, რომ 33 წლიანი ჩვენი სახელმწიფოებრიობის კულმინაციური მომენტი არის. თუ 1918-21 წლებში 3 წლიანი სახელმწიფო ქონდა, ეხლა 33 წლიანი არის და აი აქ რუსეთი აყენებს სახელმწიფოს არსებობის საკითხს. დღეს გამოსვლა აქ არის პრაქტიკულად ვალდებულება მოქალაქეების, რომ დავიცვათ სახელმწიფოს არსებობა როგორც ასეთი. Აი გაფიცვა ახსენეთ და რამდენიმე დღეა მესმის მე ეს პოზიცია, რომ დღის განმავლობაშიც ასევე ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს პროტესტი. Ფიქრობთ, რომ ეს საჭიროა პროცესების დასაჩქარებლად, იმიტომ რომ როგორც ჩანს ერთკვირიანი პროტესტი ასევე არის შედეგის მომტანი, რადგან სპეცრაზმი დაიღალა და გაცილებით ადრე იწყებს მოქალაქეების დაშლას და იმისთვის, რომ აქცია აღარ წარიმართოს, ხედავთ უკვე სხვა ფორმებსაც, მათ შორის ჩხრეკებს და რაღაცა სამართლებრივი დევნის დაწყებას მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს პროცესის დასაჩქარებლად არის საჭირო თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ გადაწყვიტეს ამ პროცესების გარკვეული ლიდერები, ანუ ადამიანები, ვინც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, ეს პოლიტიკური, სამოქალაქო თუ სხვა ტიპის ადამიანები არიან, პრაქტიკულად მათზე პირდაპირ იძალადონ, დააკავონ გარკვეული ყალბი, ასე ვთქვათ, საქმეები გახსნან ამ ადამიანებზე და რა თქმა უნდა მიზანია, რომ მოცალონ ამ პროცესს ის ადამიანები, ვისაც შეუძლია პროცესის წარმართვა. 1921 წელს რუსეთი ზუსტად მაგას აკეთებდა და ჩვენი ელიტა, ასე ვთქვათ, დახვრიტეს იმ დროს და დააკავეს სწორედ იმიტომ, რომ ხალხი და საზოგადოება დატოვონ ამ ელიტის გარეშე. ზუსტად ამ სცენარს მიყვებიან დღეს რუსები, ვინც მართავს ამ პროცესს. მე დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირ FSB-ს თანამშრომლები მართავენ აქ და კოორდინაციას უწევენ მთელ ამ პროცესს, ამიტომ რადგანაც დააჩქარეს დღევანდელი აი ამ შევარდნებით თვითონ პროცესი, იმისთვის რომ ჩვენ შევაჩეროთ ეს წითელი ტერორი, აუცილებელი არის რომ ჩვენს პროტესტის ის ფორმა, რომელიც მთელ საქართველოში ახლა არის, გარდაიქმნას მუდმივ საყოველთაო პროტესტში, მთელი დღე მოიცვას და გამოიწვიოს ის, რომ ყველა დადგეს, მთელი ერი დადგეს ფეხზე და რეალურად გაფიცვა იყოს ტოტალური. ამის შედეგად მათ მოუწევთ დათმონ ძალაუფლება მთავარ კონსტიტუციურ ორგანოს, ეს არის ხალხი. მადლობა.